საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის შესვლას ითხოვს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, აუცილებელია არხის ფინანსური ხარჯების გასაჯაროება. ამასთანავე მათი განცხადებით, საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მიღება უფრო თავისუფალი უნდა გახდეს და სასამართლოში დაუშვან ვიდეო და ფოტო გადაღება. დღესვე არასამთავრობოებმა აჭარის ტელევიზიისთვის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა მოითხოვეს. დაუგროვდა ტელეკომპანიებს ამდენი ვალი და მათ შორის იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასევე რატო გაითიშა თანამგზავრიდან ერთ-ერთი მისი არხი პიკი და რატომ გაუჩნდათ პროტესტი პიკის თანამშრომლებს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია რა თქმა უნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებთან და მის სწორ მენეჯმენტთან. და მათი შემოწმების ერთ-ერთი ლეგიტიმური და სწორი გზა არის საქართველოს პარლამენტმა დასვას არაგეგმიური აუდიტის ჩატარების საკითხი და მოითხოვოს არაგეგმიური აუდიტის ჩატარება და ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე, იმიტომ რომ არის შეკითხვები, რომლებზეც არ აქვს პასუხები. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წუთში არის საკითხები, რომელიც ეხება გამჭვირვალე მმართველობას, სასამართლოს ღიაობას, ფოტო, ვიდეო და აუდიო გადაღებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურების და საზოგადოების ურთიერთობის ცვლილებები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მეტი პრობლემა გააჩინა და დააგროვა სწორედ ამან სამართლოს დახურვამ, სწორედ მმართველობის გაუმჭირვალობამ და საზოგადოებისთვის გარკვეული საჯარო ინფორმაციის დამალვამ. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თან ამავე დროს ეს არ არის რთულად მოსაგვარებელი საკითხები.